ამ კანონის არსია, როცა წყლები მშვიდია, თქვენს ოპონენტებს აქვთ დრო და სივრცე თქვენს წინააღმდეგ ხრიკების ხვართვისთვის, ასე რომ აურიეთ წყალი, აიძულეთ თევზის ზედაპირზე ამოვიდეს, აიძულეთ მტერი იმოქმედოს თავდასხმისთვის, მზადების დასრულებამდე ხელში ჩაიგდეთ ინიციატივა. საუკეთესო გზა ამის მისაღწევად არის თამაში უკონტროლო ემოციებზე. ესენია სიამაყე, პატივმოყვარეობა, სიყვარული, სიძულვილი. მღვდიე წყალში პატარა თევზს მეტი გზა არ რჩება. პირდაპირ სატყუარესთან უნდა მიცურდეს, რაც მეც ნერვიულობენ, მით უფრო კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე და საბოლოო ჯამში თქვენს დატრიალებულ მორევში აღმოჩნდებიან და ჩაიძირებიან. ხელმწიფემ არასოდეს უნდა მოუხმოს ჯარს, იმიტომ რომ გაბბრას და ბელად არ შეჰფერის საკუთარი მდისხანების საფუძველზე ომის წამოწყება და ამ ესე ვთქვათ ჩანაწერს სუნძისას დავამატებდი იმას, რომ არ შეჰფერის რა უკვე ზრდასრულ ადამიანს, აი ეს წივულ კივილი და ტანტრუმები, არც კაცს და არც ქალს, იმისთვის რომ დაამტკიცოს თავის ძალაუფლება, ძალა მოიპოვოს უპირატესობა, იმიტომ რომ ეს არ არის შენარჩუნებადი, ეს არ არის სისტემატიური და სტაბილური და აზიანებს რა თქმა უნდა თავს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სწორი ტრანსფორმირებული ენერგიის გარეშე არის ძალიან დესტრუქციული. და რა თქმა უნდა, ემოციების კონტროლი და საკუთარ თავში შთანთქმა თუ ემოციას უნდა გამოსვლა არ არის სწორი. ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სულიერი ფიზიკური და ასევე მენტალური არის ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ზოგადად ნერვული სისტემა დავიმშვიდოთ ისე, რომ აღარ ვიყოთ ესეთი რეაქციულები. ამისთვის რა გვჭირდება? აწმყოში ყოფნა, რაც შეიძლება უფრო ხშირად.